ვაგრძელებ იტალიაში მოგზაურობას და ამჯერად სამხრეთის მზიან რეგიონში გადმოვინაცვლებ. შემდეგი დღეების განმავლობაში ვაპირებ ვიმოგზაურო ჩინკვე-ტერესა და ლა-სპეციას მიმართულებით, სადაც არაერთი ციხესიმაგრე, სოფელი და საინტერესო ადგილია. ყველა ეს ადგილი მონახულებასაც ვაპირებ ლიგურიის ზღვის ნაპირზეა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან კარგი ამინდია, მით უმეტეს ამ პერიოდში, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოგვია. ჩვენ კი დავიწყოთ პირველი ადგილის აღმოჩენით. მანქანა იტალიაში მოგზაურობამდე ერთი კვირით ადრე დავჯავშნე, რომელიც ბერგამოს აეროპორტში ავიყვანე და კვლავ იქ დავაბრუნებ მოგზაურობის ბოლოს. სწორედ ბერგამოს აეროპორტიდან მაქვს საქართველოსკენ ფრენა. პირველი გაჩერება ლერიჩია, თვალწარმტაცი ქალაქი ლიგურიის სანაპიროზე. ლერიჩი ცნობილია სუფთა წყლებითა და მშვიდი ატმოსფეროთი. ქალაქის ფერადი ნავსადგური, პასტელური ფერების სახლებითა და სათევზაო ნავებით იტალიის რივიერის შესაფერის იდეალურ ხეთს ქმნის. ბუნებრივი სილამაზით, მდიდარი ისტორიითა და მშვიდი ელეგანტურობის ნაზავით, ლერიჩი იტალიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. როდესაც მოსანახულებელი ადგილების სიას ვადგენდი, მართლაც ბევრი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა ვიპოვე, მაგრამ მომინდა განსაკუთრებით აქ მოსვლა, ვინაიდან ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ციხესიმაგრე, რომლის შემოსასვლელი ბილეთი ღირს სულ რაღაც 6 ევრო, ამიტომ ძალიან მარტივად შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ, საკმაოდ იაფია ჩემი აზრით. შუა საუკუნეებში ლერიჩი თავისუფალი პორტი იყო ყოველგვარი ციხესიმაგრისა და გამაგრებების გარეშე, მაგრამ მას შემდეგ რაც 1251 წლის ჯილიოს ბრძოლაში პიზელებმა გენუელები დაამარცხეს, სწორედ პიზელებმა ააშენეს აქ პირველი ციხესიმაგრე. თავის მხრივ 15 წლის შემდეგ, ანუ 1256 წელს პიზელები ფლორენციელებმა დაამარცხეს და შესაბამისად მათ ლერიჩის დაბრუნება მოუწიათ. თუმცა პიზელებმა უარი თქვეს ამ გადაწყვეტილებაზე და ამიტომ გენუელთა ფლოტმა სოფელსა და ციხეს შეუტია. რის შემდეგაც ლერიჩი გენუელთა სამფლობელოების ნაწილი გახდა. წმინდა გიორგის ციხის იტალიურად კასტილო სან ჯორჯოს დიზაინი ასახავს შუა საუკუნეების სამხედრო არქიტექტურის ნაზავს გვიანდელი რენესანსისა და ბაროკოს დამატებით. ციხესიმაგრეს ჰქონდა როგორც თავდაცვითი, ასევე ფუნქციონალური დანიშნულება, რაც მას საშუალებას აძლევდა გაეძლო ხანგრძლივი ალყისთვისა და შეტევებისთვის. გენუელების მიერ ციხესიმაგრის გამაგრებისა და გაფართოების გამო მას ზოგჯერ გენუელების ციხედაც მოიხსენიებენ. მაგრამ ვინაიდან ციხის მფარველი წმინდა გიორგია და შიგნით მისი სახელობის პატარა ეკლესიაცაა, სწორედ წმინდა გიორგისთან უფრო ასოცირდება მისი სახელი. ციხესიმაგრის შიგნით ხვდებით ვიდეო ინსტალაციებსაც, რომელიც ციხის ისტორიასა და გადატანილ ბრძოლებზე გვიყვება. ლა-სპეციის წარმოშობა შუა საუკუნეებს უკავშირდება, თუმცა მისი მნიშვნელობის გაზრდა მე-19 საუკუნეში დაიწყო, როდესაც ის იტალიის საზღვაო ძალების მთავარი არსენალის სახლად იქცა.
დღეს ქალაქი ტურიზმის, საზღვაო ვაჭრობისა და კულტურის წყალობით ვითარდება. ჩამოვიდი მთავარი დანიშნულების ადგილას, ქალაქ ლა-სპეციაში. ის მდებარეობს ლიგურიის ზღვისა და აპენინის მთებს შორის და ხშირად მოიხსენიებენ როგორც ჩინკვე ტერეს კარიბჭე. რაც შეეხება ჩინკვე ტერეს, იქ შემდეგ გადაცემაში მოგზაურობთ და დაწვრილებით გავიცნობით მას. ახლა კი კვლავ ლა-სპეციას დავუბრუნდები, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებით. აქ არის ციხესიმაგრები, ეკლესიები, მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ მისი ნავსადგური. ვინაიდან ის იმდენად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო საუკუნეების განმავლობაში, რომ დღესაც კი იტალიის საზღვაო ძალების სამშობლოდ ითვლება. აქ ხმელთაშუა ზღვის ჰავა, რაც ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნო ამინდია და ალბათ ჩემი ჩაცმულობიდანაც მიხვდებოდით, რომ შემოდგომაზეც კი ძალიან კარგი ამინდია და შესაბამისად წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აქ იმოგზაუროთ სასიამოვნო ამინდში. ახლა ცენტრალურ ნაწილში ვარ და გავაგზავნებ ჩემს მოგზაურობას შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ. ლა-სპეცია ერთიანად მიმზიდველია როგორც კულტურული ტურიზმის, ისე გართობისა და დასვენების მოყვარულთათვის. ქალაქი ცნობილია ხელოვნების გალერეებით, ადგილობრივი ფესტივალებითა და, რა თქმა უნდა, შესანიშნავი რესტორნებით, რომლებიც ვიზიტორებს ლიგურულ კერძებს სთავაზობენ. ვაგრძელებ ლა-სპეციაში მოგზაურობას და ამჯერად შედარებით განსხვავებულ ადგილას მოვედი, ვიდრე დავდივარ ხოლმე და ეს არის ტრანსპორტის მუზეუმი, რომელიც 1986 წელს გაიხსნა და შიგნით თავმოყრილი არის ძირითადად რკინიგზისთვის განკუთვნილი ნივთები, ვაგონები, დოკუმენტები, ის ხელსაწყოები, რაც საჭირო იყო რკინიგზის ასამუშავებლად. ძალიან საინტერესო მომეჩვენა და ამიტომ მოვედი და დროს აღარ დავკარგავ, შევალდა ერთად გავეცნოთ ამ საინტერესო მუზეუმს. ლა-სპეციაში მდებარე ამ მუზეუმს ოფიციალურად ეროვნული ტრანსპორტის მუზეუმი ჰქვია. ის ტრანსპორტის, რკინიგზის, ტრამვაის და ავტობუსების ისტორიას მოგვითხრობს. ეროვნული ტრანსპორტის მუზეუმის ასოციაცია 1986 წელს დაარსდა, რომლის თავდაპირველი მიზანი ტრამვაის შენარჩუნება იყო. მუზეუმში გამოფენილია დაახლოებით 80 დღემდე მოქმედი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 50-იანი წლების ავტობუსები და ტროლეიბუსები. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია მე-19 საუკუნის ორთქლის ლოკომოტივები, დიზელის და ელექტრო ლოკომოტივები და სატვირთო ვაგონები. მუზეუმს მოხალისეთა ასოციაცია მართავს, ამიტომ თუ გიდით გინდათ ტური, წინასწარ უნდა შეუტანხმდეთ. ჩვენ გავგვიმართლა და იქ მომუშავე პერსონალმა აიღო საკუთარ თავზე გიდობა. იტალიური და ინგლისური ენების ნაზავით საუბრობენ, მაგრამ ყველაფერი გასაგებია. Veniva fuori la tratta, Spezia Sestri, example, Spezia Borgotaro. ნახეთ თუ როგორ ბეჭდავდნენ ადრე ბილეთებს მგზავრებისთვის. მაკეტების დახმარებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ გეგმავდნენ სადგურების მოწყობას თავისი ინფრასტრუქტურით. ასევე მატარებლის ის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც აუცილებელია მის გასამართად. ძალიან საინტერესო თქმის ეს ტური, მართალია იტალიურ, ინგლისურად და ჟესტიკულაციით თქმის ეს ტური, მაგრამ მთელ ემოციას დებს ჩვენი მასპინძელი, რა აგვიხსნას დეტალები და ფიქრობ ძალიან საინტერესოა. გასთავარია შემოსვლა ასეთ ისე ფასოა. უბრალოდ ბოლოს
რამდენი გენდოება შეგიძლიათ იმდენი სპეციალურ ყუთში განათავსოთ, რამდენი სრული ზეწოლებათ და შესაძლებლობაც. მართალია ბანკანებში დიდად ვერ ვკრები და ასეთი ადგილები მაინც და მაინც არ ვიცი ხოლმე, მაგრამ ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო, როდესაც პატარა ისტორია გავიგეთ, ზოგადად იტალიური რკინიგზის შესახებ. ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი გაგვიხსნა ჩვენმა მასპინძელმა და ძალიან მომეწონა. ძველი მატარებლების დათვალიერების შემდეგ ცალკე შენობაში გადავედით. იქ რამდენიმე სოფლის დიდი გამაერთიანებელი მაკეტია, სადაც ნაჩვენებია რკინიგზის გაყვანილობა, ხიდებით, გვირაბებით, გაჩერებებით. მატარებლები ელექტრონულად იმართება და გადაადგილდებიან თავიანთი მარშრუტების შესაბამისად. ეს ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა. მოვიდი კიდევ ერთ ციხესიმაგრეში, რომელიც ასევე წმინდა გიორგის სახელს ატარებს. ოღონდ ეს უშუალოდ ლა-სპეციაში ერთ პატარა გორაგზე მდებარეობს, რომელსაც ილპოჯოს ეძახიან და აქედან კარგად კონტროლდება მთლიანად ლა-სპეციის ყურე. შემოსასვლელი ბილეთი 6 ევრო ღირს და ამ ბილეთის ფასში შედის როგორც მუზეუმის დათვალიერება, ისე უშუალოდ ციხესიმაგრის. ისტორიკოსების თქმით, აქ მე-11 საუკუნეებში პატარა საგვიშაკო კოშკი იყო. ის აკონტროლებდა როგორც ლა-სპეციის ყურეს, ისე ლიგურიისა და ტოსკანის დამაკავშირებელ სავაჭრო გზებს. ხოლო მოგვიანებით მე-13 საუკუნეში, უფრო ზუსტად კი 1262 წელს, ლავანიის გრაფმა ნიკოლო ფიოსკიმ ააშენეს ციხესიმაგრე, რათა გაეძლიერებინა თავისი კონტროლი ამ რეგიონზე. ფიოსკების ოჯახი საკმაოდ გავლენიანი ოჯახი იყო, რომელიც გენუელების ბატონობას არ ეპოვებოდა და გამალებით ებრძოდა მათ. ჯერ გარე ტერიტორიაზე ვარ, სადაც უკვე საინტერესო რამეებია გამოფენილი. გადავინაცვლებთ მუზეუმის ტერიტორიაზე და უკვე მე ციხესიმაგრის თავზე წავალთ. თავისი ისტორიის განმავლობაში ციხესიმაგრეს თავდაცვითი და ადმინისტრაციული დანიშნულება ჰქონდა. ციხე ძირითადად ქვისგან აგებული მასიური, საბრძოლო კედლებისა და საგუშაგო კოშკებისგან შედგება, რაც შუა საუკუნეების სამხედრო არქიტექტურას ასახავს. ყურეზე კონტროლის უდომა ციხის სტრატეგიულ მნიშვნელობას განაპირობებდა და მნიშვნელოვან სადამკვირვებლო პუნქტად აქცევდა. ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული არქიტექტურით სან-ჯორჯოს ციხესიმაგრე ლა-სპეციას შუა საუკუნეების წარსულისა და ზღვასთან მისი მუდმივი კავშირის სიმბოლოა, რაც მას ისტორიისა და ხელოვნების მოყვარულთათვის აუცილებლად სანახავ ადგილად აქცევს. კარგად დათვალიერების შემდეგ უკვე ამოვედი ზედა ნაწილზე, საიდანაც 360 გრადუსით შეგიძლიათ დაათვალიეროთ როგორც გარშემო არსებული მთები, ისე უშუალოდ პორტი. არაერთ ციხესიმაგრეში ყოფილ ვარ და ბევრგან მინახავს გამოფენები, მაგრამ ასეთი რაოდენობით არსად არ მახსენდება მენახოს. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან აქ არის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელსაც ეწოდება უბალდო ფორმენტინი და როგორც ნახეთ, აქ გამოფენილი არტეფაქტები პრეისტორიული ხანიდან შუა საუკუნეებამდე. უშუალოდ კიდევ ციხის შესახებ რომ გითხრათ, რა თქმა უნდა, საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ ჩაუტარდა რესტავრაცია, რათა გაიმაგრებინათ ის და უფრო თავდაცვითუნარიანი ყოფილიყო, მაგრამ გამოსარჩევი 1607 წლის რესტავრაცია, ადროსაც ფაქტობრივად ის სახე მიიღო, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ.
რაც აუცილებლად მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ციხესიმაგრის იერსახე კარგად არის შერწყმული თანამედროვე ურბანულ არქიტექტურას და არ არის ამოვარდნილი ლანდშაფტიდან. მუზეუმი გარდა მდიდარი საგამოფენო სივრცისა, კულტურისა და განათლების მნიშვნელოვანი კერაა. ის თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და კულტურულ ასოციაციებთან. მუზეუმში იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. როდესაც ზღვისპირა ქალაქსა თუ სოფელში მოგზაურობ, აუცილებლად უნდა მოინახულო მისი პორტი და სანაპირო. მეც გეზი პორტისკენ ავიდე. ახლა მოვედი ლა-სპეციას შუქურასთან, რომელიც 1979 წლიდან აქ დგას. თუმცა, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მოგზაურებისთვის, ეს მხოლოდ შუქურა არ არის, ვინაიდან ძალიან კარგი ადგილია სასეირნოდ, ფოტო-ვიდეოს გადასაღებად. ადგილობრივები აქ მოდიან სათევზაოდ, დროის გასაყვანად, მოკლედ ძალიან საინტერესო ადგილია, ვინაიდან აქედანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება, როგორც უშუალოდ ლა-სპეციასკენ, ისე ზღვის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მეც ვერ ავუვლდი გვერდს ამ შუქურას და გამოვისეირნე, ცოტა ხანი დავტკბები, შემდეგ კი დავრუნდები უკან მანქანისკენ. სანაპიროდან შედარებით ნაკლებად ტურისტული ადგილის მოსანახულებლად დავიძარი. ქალაქის ცენტრის გავლით ერთ ბორცვთან უნდა მივიდე. გავაჩერო მანქანა და დაახლოებით 800 მეტრის ფეხით გავლის შემდეგ დანიშნულების ადგილზეც მივაღწევ. ლა-სპეცია მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის ერთთან შესახვედრად ემზადებოდა. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის ამაგრებდა თავდაცვის ზღუდეებს და ეს თანამედროვე ისტორიაშიც კი არ შესვლა მათ შორის, თუ ავიღებთ ბოლო 2 საუკუნეს. თუ დააკვირდებით ლა-სპეციას რუკას, ადვილად მიაგნებთ თავდაცვით ზღუდეებს შედარებით შემაღლებულ ადგილებზე, რომელსაც ბატარეებს უწოდებენ. როგორც ინტერნეტში ამოვიკითხე, ზოგიერთი მათგანი ფაქტობრივად მთლიანად განადგურებულია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი აღდგენილი და შედარებით კარგად არის შემონახული დღემდე. მათ შორის არის ვალდილოკის ბატარეა, რომელიც ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ის მე-19 საუკუნეში, კერძოდ 1880 წელს არის აშენებული და მას პენტაგრამის, ანუ ხუთკუთხა ფორმა აქვს. ვალდილოკი ლა-სპეციას საზღვაო ბაზის თავდაცვითი კომპლექსის ნაწილია. ბაზა ზღვისკენაა მიმართული, ხოლო მოპირდაპირე ფერდობი სპეციალურად შექმნილია ხმელეთთან შესაძლო თავდასხმებისგან დასაცავად. ძალიან მისტიკურად გამოიყურება და ერთგულმა მაყურებელმა იცით, როგორ მიყვარს ასეთი იდუმალი ადგილები და ძალიან მიხარია, რომ აქ მოვხვდი და მაქვს შესაძლებლობა დავალთვალიერო. აქვე იმას გეტყვით, რომ ბილეთები არ იყიდება, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანეთ აქ, დაათვალიეროთ სრულად უფასოდ. ამიტომ, რადგან აქ ვიმყოფები, ერთად აღმოაჩინოთ ეს ძალიან საინტერესო ადგილი. მისი სტრატეგიული მდებარეობა იძლეოდა როგორც სანაპირო ზოლის, ასევე შიდა მისადგომების კონტროლის საშუალებას, რაც არტილერიას საშუალებას აძლევდა თავი დაეცვა ზღვიდან, ასევე შიდა ხეობებიდან მომავალი საფრთხეებისგან. მეორე მსოფლიო ომის დროს ვალდილოკი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სანაპირო დაცვაში. 1945 წელს, როდესაც გერმანულმა ძალებმა უკან დაიხიეს, თავდაცვითი ზღუდეების ნაწილები დანაღმეს, რის შედეგადაც ის ნაწილობრივ განადგურდა და 10 წლეულების განმავლობაში მიტოვებული გახდა. დროთა განმავლობაში ის დიდწილად დაიმალა, რამაც საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილი დაკარგა. ვალდილოკი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავისი სამხედრო ისტორიით, არამედ ადგილობრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების სიმბოლურადაც, რომელიც ოდესღაც დავიწყებულ ციხესიმაგრეს განათლების, ტურიზმისა და კულტურული ღონისძიებების სივრცედ გარდაქმნის. ის ხაზს უსვამს ლა-სპეციის სტრატეგიულ მნიშვნელობას იტალიის სანაპირო თავდაცვის სისტემაში.
როგორც შეამჩნევთ, თლიანი ნაგებობა კარგ მდგომარეობაშია, რომლის კედლებიც აშენებულია ადგილობრივი ქვით, ხოლო თაღები ძირითადად აგურით. ეს არის გასაკვირი, ვინაიდან 2022 წელს ჩატარდა თავდაცვითი ზღუდეების აღდგენის სამუშაოები და მას შემდეგ გაიხსნა ვიზიტორებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეგდეთ მობრძანდეთ. გარდა ამისა, აქ ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც. მთლიანად ამ ნაგებობას იცავს კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო და ადგილობრივი ლიგურიის მუნიციპალიტეტი. ლა-სპეციას სხვა ადგილებისგან განსხვავებით, აქ ერთი ტურისტიც კი არ დამინახავს, რაც ვაფიქრებინებს, რომ არ არის საერთოდ ცნობილი ტურისტებში, ამიტომ თუ თქვენს შემსავით გიყვართ ასეთი იდუმალი და მისტიკური ადგილების აღმოჩენა, ამ რეგიონში ან ლა-სპეციაში მოგზაურობის დროს აუცილებლად მობრძანდით, გამოყავით 2 საათი მაინც, რომ დატკბეთ და ისიამოვნოთ. ლა-სპეციას მიმდებარე ტერიტორიაზე მოფენილია თვალწარმტაცი დასახლებები, რომლებიც სანაპირო ზოლის ხიბლს ისტორიულ მნიშვნელობასთან აერთიანებს. გარდა იმ ცნობილი სოფლებისა, რომლებსაც იუნესკო იცავს, კიდევ უამრავი ლამაზი სოფელია, რომელთა დანახვისთანავე სრული გიჩნდება გზიდან გადაუხვიო და მოინახულო. მანქანის გადაადგილებისას მთაზე ერთი პატარა სოფელი შევამჩნიეთ და მომინდა მომენახულებინა ის. ამოვედით და აღმოაჩინეთ, რომ ეს არის სოფელი ტრებიანა, რომელიც ჯერ კიდევ რომაული პერიოდიდან არსებობს და სახელით სწორედ რომაულიდან მომდინარეობს. დღეისთვის ეს არის პატარა სოფელი, თავისი ფერადი ქვის სახლებით და ვიწრო ქუჩებით, მაგრამ აქ არის ციხე-სიმაგრე, რომელიც ამცხოვრად დაკეტილია, მაგრამ გარედან ვეცდები, რომ შემოუფრინო დროით და ასე დავათვალიეროთ და ერთი ეკლესია. ეს სოფელიც ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ რამდენად მრავალფეროვანია ლა-სპეციას ქალაქი თავისი შემოგარენით. დღეს მოვინახულეთ ციხე-სიმაგრე, ვიყავით პორტში, ასევე მუზეუმში და ასეთი პატარა ლამაზი სოფლებიც არის. ამიტომ თუ აქ მოგზაურობას გადაწყვეტ, ვფიქრობ, ყველანაირი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს აქ სტუმრობა. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი, საინტერესო და მრავალფეროვანი დღე გამოგვივიდა. შემდეგ გადაცემიდან კი ჩინკვე ტერეს მიმართულებით ვიმოგზაურებთ. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში ჩინკვე ტერეს 5-ვე სოფელს ვესტუმრებით. შემომიერთდით.